პირველი რაც ძალიან კატასტროფულად ვიგრძენი ეს მოხდა სამსახურში, სადაც მუშაობდი ბოლოს. ზოგი დამიპირისპირდა კიდეც, ზოგი უბრალოდ გაქრა, ზოგმა შეწყვიტა მიმოწერა. აი იყო ასეთი მომენტი, რა დროს ვიგრძენი ყველაზე მეტად, რომ მთელი სამეგობრო, რომელზეც იმედებს ვამყარებდი და რომლებიც მეგონა რომ ნებისმიერ დროს ჩგვერდში დამიდგებოდნენ აღმოჩნდნენ როდის იყო იცი რომ აი რომ ურეკავდნენ ყველას და აგინებდნენ ну რა თქმა უნდა ჩვენც დაგვაწიოკეს მაშინ ჩემცოლს ურეკავდნენ უბინძურესად აგინებდნენ მე მირეკავდნენ და ბოლოს დამირეკეს და მითხრეს რომ რომელი მომენტი იყო იცით ძალიან კრიტიკული მომენტი იყო ვათენებთ საქართველოსთვის ესეთი აქცია ტარდებოდა ბოლოს დამირეკეს და მითხრეს რომ თუ ამაღამო ეხლავეო არ დაურეკავ და არ გამოიყვანო პარლამენტის წინდან შენ შვილსო მისი სიცოცხლეზეო როგორ ფორმულირება სწორად რო ვთქვა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და იცოდეო აი ესეთი ზარი იყო ჩემთან და მე გავაკეთე განცხადება სოციალურ ქსელში რომ ასე მემუქრებიან მეთქი და იმ ადამიანებისგან რომლების ძალიან დიდი იმედი მქონდა პირადშიც კი ვერ მომწერეს და თანადგომა ვერ აღმიქვეს და ვერ მითხრეს რომ ზურა აი ვერ წერთ პირობითად იქ ვერ პირობითად ვერ მაგრამ იცოდეთ რომ შენს გვერდით ვარ რამოდენიმე კოლეგა ადვოკატმა გაბედა და იმათთან ვისთანაც ძალიან ახლოს ვიყავი და წლების განმავლობაში 10 წელია მეგობრობა მაკავშირებს ვერავინ ვერ გაბედა მოეწერა პირადში და ეთქვა რომ მიცოდე შენს გვერდით ვარ ძალიან ბევრმა დისტანცირება დაიწყო ფიზიკურადაც შეეცადა რომ აღარ ქონოდა ურთიერთობა და სამსახურში ისე გამირთულდა სიტუაცია რომ მინი გადატრიალება მომიწყეს ანუ უბრალოდ ამ გადაცემის თემა არ არის ამიტომ პროტესტის ნიშნად დავტოვე და გამოვედი ძალიან დასაწყვეტია როცა ზუსტად ვისგანაც არ ელოდები ის გაქცევს კი ძალიან არ ველოდებოდი ამ ადამიანებისაგან